მე ანკარაში ვიმყოფები, თურქული სამყაროს წლევანდელ ტურისტულ დედაქალაქში. აქ ისტორია მხოლოდ წარსულს არ ნიშნავს. აქ ანტიკური სამეფოები და თანამედროვე ყოფა ერთმანეთს ხვდება, რის გამოც ეს ქალაქი სიცოცხლით სავსე კულტურათა გზაჯვარედინია. თურქეთის შუაგულში მდებარე ანკარა ამ ქვეყნის თანამედროვე იდენტობის სიმბოლოა. დედაქალაქად ჩამოყალიბებამდე ბევრად ადრე ანკარა უკვე იყო ცივილიზაციათა გზაჯვარედინი, სადაც თითოეულმა ცივილიზაციამ თავისი კვალი დატოვა. ამ ქალაქის დიდი ხნის ისტორია რომ გავიგო, ანკარის ანატოლიური ცივილიზაციების მუზეუმში მივდივარ. ეს არის ადგილი, რომელიც იკვლევს ანატოლიის 1000-წლოვან ისტორიას, იმ რეგიონისა, სადაც ანკარა მდებარეობს. გეოპოლიტიკურად ანატოლია მესოპოტამიის, ეგვიპტის, ხმელთაშუა ზღვისა და დასავლური ცივილიზაციების ზუსტად ცენტრში არის, გამო ძალიან ხელსაყრელი მდებარეობა უკავია. აღნიშნულ ცივილიზაციებს შორის სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები სწორედ ანატოლიაზე გადიოდა. სხვანაირად ერთმანეთს ვერ დაუკავშირდებოდნენ. ასე რომ ანატოლია ამ კულტურებს შორის ხიდის ფუნქციას ასრულებდა. ამ მუზეუმში წარმოდგენილი არტეფაქტები პრეისტორიული პერიოდიდან დღემდე. ეს ნივთები ხაზს უსვამს თურქეთის კავშირს უფრო ფართო თურქულ სამყაროსთან. ამ არტეფაქტებს შორის გვხვდება ნივთები, რომლებსაც უკავშირებენ მეფე მიდას, ფრიგიის ლეგენდარულ მბრძანებელს. მათ შორის არის ანტიკური სამეფო სამარხიდან ამოღებული ნივთებიც და თქვენ წარმოიდგინეთ თავის ქალა, რომლის ასაკიც 3000 წელია. რა კი ლეგენდარული მეფე მიდასი ვახსენეთ, აუცილებლად უნდა ვნახოთ ერთი ადგილი. ანკარიდან სულ რაღაც 1 საათის სავალზე მდებარეობს გორდიონი, რომელსაც კიდევ უფრო ღრმად შეჰყავხარ წარსულში. ის გვიხსნის ფანჯარას იმ ცივილიზაციათა მრავალი შრისკენ, რომლებიც ამ რეგიონს რამდენიმე 1000 წლის განმავლობაში აყალიბებდნენ. ახლა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ქალაქი ერთდროს ძველი ფრიგიის სამეფოს დედაქალაქი იყო, ძველი წელთაღრიცხვით მე-9-მე საუკუნეებში. გორდიონის შუაგულში დგას ციტადელი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ქალაქი სამეფოში ძალაუფლების ცენტრი გახდა. ამ ადგილს ძალიან მკაფიო მახასიათებლები აქვს. დადასტურებულია, რომ 3000 წლის წინ რკინის ხანაში ეს იყო მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე და სამეფოს ცენტრი. მნიშვნელოვანი ცენტრი კი იმიტომ იყო, რომ ის ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიმავალი სავაჭრო მარშრუტების გზაჯვარედინზე მდებარეობდა. და ასევე იმიტომ, რომ იგი მდინარე საქარიის ნაპირებზე იყო აგებული. ამ არეში მოჩანს რამდენიმე ათეული უძველესი სამარხის ბორცვი, რომელთაც ტუმულის უწოდებენ და რომლებიც ფრიგიელების მემკვიდრეობაზე მიანიშნებენ. ასეთი 100-ზე მეტი სამარხი აღმოჩენილი ამ რეგიონში. მათ შორის ყველაზე მეტად გამოირჩევა ერთი, მასიური 53 მეტრის სიმაღლის ბორცვი, რომელსაც მეფე მიდასის მამის, მეფე გორდიასის სამარხად მიიჩნევენ. ეს არის მეფე გორდიასის აკლდამა. ნამდვილია? დიახ, ორიგინალია. მისი სხეული ამ ხით მოპირკეთებულ სამარხში იყო დასვენებული. დიახ, იქ მისი სხეულის გარდა კიდევ 300 ნივთი იყო ჩატანებული, როგორც საჩუქარი, რომელიც მეფეს მეორე სიცოცხლეში დასჭირდებოდა. გორდიონი ადასტურებს, თუ რა ძლევამოსილი სახელმწიფოები ყვაოდა ერთდროს ცენტრალურ ანატოლიაში. მათ ამბავს არქეოლოგები დღემდე იკვლევენ და როგორც გორდიონი ითვლებოდა ანტიკური ძლევამოსილების ცენტრად, ასევე მიიჩნევენ დღეს ანკარას თურქეთის პოლიტიკურ გულად. დღეს ამ ქალაქის პოლიტიკური ფუნქცია სურსათის სფეროსაც ეტყობა, რომელიც ცნობილია მაღალი სტანდარტებითა და დახვეწილი სტუმართმოყვარეობით. 20 წელზე მეტი არაც რესტორანმა ტრილმა ახალი ინგრედიენტებითა და მაღალი ხარისხის ზღვის პროდუქტების მიმწოდებლის რეპუტაცია მოიპოვა. ამ ზღვის პროდუქტებს თურქეთის სანაპირო ზოლში იჭერენ. თურქეთს 4 უხვის ზღვა აკრავს: შავი, მარმარილოს, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვები. ამათგან შავი ზღვა ყველაზე ცივი არის, გამოც იქ დაჭერილი თევზის ცხიმი ძალიან მაღალი ხარისხისაა. შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი თევზი სწორედ ამ ზღვებში იცის. ყოველდღე ახალი თევზი თურქეთის სანაპირო ზოლიდან პირდაპირ აქ ანკარაში ამ სუფრაზე ხვდება. დღეს გამიმართლა და ერთ ცალს გავსინჯავ. მერტო ეს ხომ ახდენილი ოცნებაა, ძალიან მომწონს. ანკარაში, სადაც თანამედროვე თურქეთს ჩაუყარი საძირკველი, საკვები თავად ქალაქის სახეა. ელეგანტური, დაბალანსებული და დახვეწილი. დღეს ანკარა თურქეთის პოლიტიკური დედაქალაქია, მაგრამ ამავდროულად ის არის ქალაქი, რომელსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. ადგილი, სადაც ანტიკური მემკვიდრეობა, კულტურა და თანამედროვე ყოფა ერთმანეთს ხვდება და სადაც თურქული სამყაროს ამბავი იწყება. ნახვამდის.